რა სურთ ქალებს? ეს ხომ ითვლება რაღაც ამოუხსნელ მოვლენად, მაგრამ მე დიდი ხანია რაც მივაგენი მათ კითხვაზე პასუხს და ახლა სულ რაღაც ცუდ ნახევარში აგიხსნი შენს. პირველ რიგში ეს ორი გაგება უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან. ერთი არის შენი ობიექტური მაჩვენებელი, მეორე კი ხარ შენ, როგორც სუბიექტი. შენი ობიექტური მაჩვენებელი არის შენი ფული, შენი მანქანა, შენი ბარბერშოპული ვარცხნილობა, შენი ნავარჯიშები, პრესის კუბიკები, შენი კოჭებზე აკეცილი მოდური შარვალი და მთლიანობაში შენი ჩაცმულობა. ეს და მსგავსი ყველაფერი არის შენი ობიექტური მაჩვენებელი. შენი ობიექტური მაჩვენებელი კი არის ურთიერთობაში შესვლის ბილეთივით და მეტი არაფერი. ანუ რაც უფრო კარგი ობიექტური მაჩვენებელი გაქვს, მით უფრო მარტივად მოახდენ ქალზე პირველად პოზიტიურ გავლენას, მაგრამ ეგ ყველაფერი მუშაობს პირველ, მაქსიმუმ მეორე შეხვედრამდე. შემდეგ უკვე შენი ობიექტური მაჩვენებელი თამაშგარ ერჩება, ხოლო თამაშში შემოდის შენი სუბიექტი. ანუ ის თუ როგორ გრძნობს თავს ქალი შენთან, რა ტიპის ნეირომედიატორებს, რა ტიპის ემოციებს იწვევ მასში. ანუ აი ამ მომენტიდან უკვე ქალს სულ ფეხებზე კიდია შენი ფულიც, შენი მანქანაც და შენი გარეგნობაც. ამ მომენტიდან უკვე საქმეში შემოდის ორი რამ. პირველი, რამდენად შეგიძლია ქალის პროგნოზი და მისი რეალური ემოციური დაკვეთების იდენტიფიცირება. მეორე კი არის ურთიერთობის მართვის შენი პერსონალური უნარი. მამაკაცთა უმრავლესობას კი არც ქალის პროგნოზი შეუძლია, არც მისი რეალური ემოციური დაკვეთების იდენტიფიცირება და მით უმეტეს არც ურთიერთობის მართვა. ზუსტად ამიტომ ქალები ღალატობენ მდიდრებსაც და ღარიბებსაც, სიმპათიურებსაც და ჯეჯგვებსაც, მაგრამ მანქანიანსაც და უმანქანოსაც. გეტყვი ახლა პერსპექტივებს. ქალთა 98% არის პრობლემური და მათ მართვა სჭირდებათ. ზუსტად ამიტომ თუ შენირჩევ პრობლემურ ქალს, მაშინ სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღო თქვენს ურთიერთობაზე. შესაბამისად კარგად უნდა შეიმეცნო ის ყველაფერი, რაც ცოტა ხნის წინ აუწერე. ანუ მცირესობაში მყოფი გამოსადეგი ქალი უნდა მონახო, რასაც ასევე სწავლა სჭირდება, რომ მისი ამორჩევაც შეძლო და შემდეგ უკვე რომ მასთან შემოქმედებითი ურთიერთობაც შეძლო.